წუთში გადავთ საფრეში. გამარჯობა ნინო ინტერესებს როგორ მოგეწონა რაჭა ძალიან ასიამოვნები დავრჩი ნისლით ღრუბლით არ ვიცი რაც იყო ძალიან ლამაზი ბუნება შქმერი გამოვიარეთ ძალიან ლამაზი სოფელი არის და დიდი მოლოდინებით ვარ რა ვარ ჯირითთან დაკავშირებით ხო ჩვენ ჯირითს ვაპირებთ მეგობრებო პირველად ვждდებით ხაზით და ძალიან მოხიბლულიო და აღტაცებული ვარ ძალიან მოხარული ვარ რომ აქ ვარ თქვენთან ერთად ნახეთ რა ლამაზი მთებია აი ჩვენს უკან არის ძალიან ლამაზი ლანდშაფტი ნამდვილად ასევე რაღაცა მაღალფარდოვანი უკან მთაში რაღაცა ხდები თქვენ როგორი ემოციებით ხართ განწყობილი ქალბატონო მარიამ იძის სოფელში აქ ზუგნი და თავის საყვარელ ქალბატონს ლექსებს გამარჯობა მეგობრებო დღეს ჩვენ ვიმყოფებით რაჭაში მე და მარუშა როგორ მარუშკი მარუშა ჩვენს უკან შეიძლება ძალიან ლამაზი მთები ნისლი ყველაფერი წეღან დავინახეთ ის წეღან ძალიან ლამაზად ასე ღრუბლებიდან და ნისლებიდან გვიყურებდა ეს თვალით ყინვარი ჩვენ ახლა ვაპირებთ რომ ცხენებით ვიჭირითოთ დიახ ძალიან მოხარებია ნინოსთვის და თაკოსთვის არის პირველი გამოცდილება და ძალიან გვაინტერესებს რა ფერის ცხენზე გინდა რომ დაჯდე ყავისფერის მოხაშორის სივარ ხომი აი ასეთ ცხენზე მინდა რომ დავჭდე თუ შეიძლება რომ ახლო კადრიდან დავაფიქსიროთ ეს ამ ცხენზე მინდა რომ დავჭდე მე არ გირჩევთ კი ბატონო და გაგეკეთებინა აუცილებლად ეს უნდა გაგეკეთებინა რატო უჩქარ აუ მე მეგონა რომ დღეს იქნებოდა ღრუბლიანი ამინდი წვიმასაც ველოდებოდი ესე 4 საათისკენ ნინომ წამოიღო ფირის კამერა დიახ და სპეციალურად ვიყიდე 400-იანი აისვათი მეთქი ღრუბლიანი ამინდი იქნება და ხოლმე დავაფიქსირო ეს ყოველივე და აღვიჭდო ჩემს კამერაზე მაგრამ განგებამ ეს ყველაფერი რომ გაიგო გადაწყვიტა რომ ზე გამოსულიყო არა უშავს სამაგიეროდ ამ კამერას გამოვიყენებთ საღამოს არსებში აუ ნახე ამ რეკლი რა მაგარია ვაუ არა ეს დასამატოვებელი ხო ნახე შეცაუბრე აი გამარჯობა ეს რომელმა წამოიღო ჩემია მეც მაქონდა კოგიტივაზე ცხენზე კი ათ იმას დავიჩtildeობთ საპრობლემა მე საწვიმარიც აქვს მიგეთ რა გქცევთ მეც აკაცონა მეც აქვს ნინა შენ როგორი განწყობით ხარ ამ ტურის თუ შეიძლება რომ გითხრათ ეს მარუშას ბლოგია არის ბლოგი და მიკროფონი მე ჯერჯერობით ადაპტაციას გავდივარ ამ სიამაზესთან რომ შევეპოვო და ნელა უნდა დამშვიდე და მოვერგო ამ გარემოს და მე უკვე გეტყვით ცხენებს რომ დავინახავ როგორი განწყობა ვექნება აი ხვდებით მეგობრებო როგორი დინჯი საუბარი აქვს უკვე ნინას ანუ უკვე მთაში ამოვედით რაღაცა თაში ვეთქვი და უკვე დავდინჯდი და აი რაჭულის დინჯი ხდები ხო რაჭულის დინჯი შემოიტანა უკვე დამანელავა კი აი ხოთა შორის ძალიან უბრალო ხალხია ფასიანურები საერთოდ არ აქვს ძალიან უბრალო ხალხი მოძრაობს ასლაინი არ არის გოგო და მოგწონს აუ აი მაგდენი ვერ მოვიფიქრე ხდები ეკი ნამდვილად კარგი, დაგემშვიდობებით მაშინ. დროებით მეგობრებო, რა დაგემშვიდობებით? სადემშვიდობებით მითხარი, ჯერ ახლა ჩამოხვედი. წამოდი უკვე. ეს მიდის უკვე მორჩა. ერთი წუთი ჯერ გავაჩეროთ. შინერაც მე ინტერვიუ. აი, რა მოვიდინებით ხარ? თაკო. მაგათი. არ ვიცი იმსიმაზე მე გუჩრდილო ხო ეხლა მე ჭიაჭვილა რა ეს მაგას გააჭერებს და ხინდან გადავიჭრები რაო
მაგას გააჭენებს და გადაუჭიხები სადღაც. ვაიმე, არა, არ გვინდა. მოკაჩოს. არ გვინდა. გამაბჯერ უნდა გირსა. ხო. რა პრობლემაა? შავი ცხენისა და ვითა. ყალემსა და რომელ რა ფერის ცხენზე გინდა რომ დაჭდე? შენ ნუშების ფერი არის. შავი. შავი. იასამის ფერი ცხენი არის. ნამდვილად შავი მოუხდება დღეს თაკოს. სამის ფერი, შინის ფერი, ბორდო რაღაცა. ой, მაგ ფერი მინდა მე. პონი მინდა მე პონი. პონი? პონზე შენ. პონი უფრო მე. პრობლემა დროებით ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ ცხენებისკენ და დაგიბრუნდებით სულ რაღაც 2 წუთში.